მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო, ჩემო ძვირფასო ტელემაყურებლებო. ვაგრძელებთ გადაცემათა ციკლს საუბრები ჟურნალისტიკაზე, სიმართლე სიკეთით. დღეს შემოგთავაზებთ ერთი შეხედვით უცნაურ თემას, ჩაქვი და ჰემინგუეი. ამასთან ერთად მინდა ეს გადაცემა მიუძღვნა ძვირფას მეგობარსა და კოლეგას ზაზა ჯაფარიძეს, ვინც შორეულ ახალგაზრდობაში მის მიერ ლეკობიდან გაზრდილ ნადირთ მეფე ელსისთან დაგვამეგობრა და შუაგულ დედაქალაქში ლომებთან ურთიერთობის ხიბლს გვაზიარა, რაც გრძელი ლამაზი ისტორიაა, მაგრამ სულ სხვა გადაცემის თემა. ლომებსა და ჰემინგუეიზე კი ახლა გიამბობთ. სიჭარმაგეშიც ფრიად სიმპათიური ერნესტ მილერ ჰემინგუეი მკითხველთა დიდი უმრავლესობისათვის პირველ ყოვლისა ნობელის პრემია მინიჭებულ რომანთან მოხუცი და სხვა ასოცირდება. ჩემს ხსოვნასაც წარუხლელს დაბეჭდილება შემორჩა მისი პერსონაჟის სანტიაგოს ბრძნული, სევდიანი და მაინც ოპტიმისტური სიტყვები. მე ხომ ანკესებს ყოველთვის კარგად, სწორად ვუშვებ წყალში. ესაა ბედი არ მწყალობს, თუმცა ვინ იცის, იქნებ დღევანდელი დღე გამოდგეს იღბლიანი. ყოველი დღე ხომ ერთმანეთს არ გავს. ცხადია კარგია, როცა კაც ბედის წყალობს, მაგრამ მაინც მირჩევნია ჩემ საქმეს მარჯვედ ვაკეთებდე, ხოლო თუ ბედიც გამიღიმებს და ბედნიერება მეწვევა, ღირსეულად შევხვდე. ყოველ ცისმარე 84 დღის განმავლობაში მარტო გადიოდა ზღვაში ეს გაუტეხელი ბგე მოხუცი და ერთი თევზიც ვერ დაიჭირა. 95 მის მიერ რატომღაც იღბლიანად მიჩნეულ დღეს ნაპირიდან შორს გაცურა, სადაც დიდი თევზები ეგულებოდა. ტანჯვა წვალებით, ჯახერით დაიჭირა ვეებაში მშერა თევზი, ხმალასაც რომ ეძახიან დაშნასავით წაგრძელებული ზედაყბის გამო, რომელიც მისი სხეულის სიგრძის 1/3-ს უტოლდება. თოკით დასერილი, სისხლიანი ხელის გულით არაადამიანური ძალისხმევით მოქნეული სამკბილა ბასრი ჭვილთით გულში დაჭრა ვეება თევზი, მის ძველ ნავზე 2 ფუტით გრძელი ნანადირევი რის ვაივაგლახით გამოაბა ნავის ცხვირს, კიჩოსა და მერხს. თევზი ისეთი დიდი იყო, სანტიაგოს ეჩვენებოდა ნავი რომელიღაც დიდი გემის გვერდს მივაკარიო. კიჩოზე წამოწოლილმა გეზი სამხრეთ-დასავლეთისკენ აიღო. გზად სისხლის სუნზე დაგეშილი ზვიგენების თავდასხმაც მოიგერია, რომელთაც თვალწინ ლუკმა შეუჭამეს უძვირფასესი ნადავლი, ბარჯიცა და თოკიც თან გაიყოლეს, თუმცა არც მათთან უთანასწორო ბრძოლაში დამარცხებულა ბერიკაცი. ახალგაზრდობაში გიგანტური თევზების ჭერაში თოკით მიყენებული ნაჭდევებით დასერილი ბებრული მკლავების ღონიერი მომარჯვებით ზოგი დაჭრილი და ზოგი სასიკვდილოდ დაჩეხილი გაისტუმრა ფსკერისაკენ ოკეანის ნამდვილი მეკობრე ზვიგენები, რომლებმაც მოხუცის მიერ ნანადირევი თევზის სისხლის სუნი იყნოსეს თუ არა, ნავს მეტეორის სწრაფით აედევნენ. ზურგის ლურჯი ფარფლებით ელვისის სწრაფით მიაპოვდნენ წყალს და მოხუცმა მხოლოდ იმის გაფიქრება მოასწრო, რომ მათ შიმშერას ფერები და საოცრად ლამაზი ნაკვთები ჰქონდათ. ვეებაყბებს თუ გამოვრიცხავთ, ორმაგი ლაშების შიგნით 8 მწკრივი ირიბი კბილებით, რომლებიც ზვიგენთა უმრავლესობის პირამიდულ კბილებს არ გავდა, არამედ ადამიანის თითებს აგონებდა, ხეცის ბრჭყალებივით დაკვრანჩხულთ. ღამენათევი და ოკეანეში ძველი ნავით მობორიალით გადაქანცული მოხუცი, თუმცა თავდასხმელებს მამაცურად შეებადა, გზიდანაც ჩამოიშორა, მაინც ნადავლის გარეშე დარჩა. ასეთი გაწბილების მიუხედავად, სწორედ მარტოსული მებადური საკუთარ თავთან ხმამაღალი ბჭობით, მისი მონოლოგებიდან ვიგებთ, რომ თითქოს და უწყინარი თევზაობა, მტაცებელ ზღვის ბინადრებთან ჭიდილი, მთელი ფილოსოფიაა. ცხოვრების ფილოსოფიის ანალოგი, რომ ძველი ნავითა და პრიმიტიული ბარჯით, სამწვერა ჭვილთით შესაძლებელია სტიქიასთან, ზვიგენებთან, უიღბლობასთან, ისევე როგორც ცხოვრებასთან შიშველი ხელების სამარა ბრძოლა და გამარჯვებაც, თუ კი სიზმრად ზოგჯერ ლომები გეცხადებიან. ამის თაობაზე ჰემინგუეი წერს.
ახლა მოხუც უკვე აღარ ესიზმრებოდა აღარც ქარიშხალი, არც ქალები, არც დიდი ამბები, არც ვეებერთელა თევზები, არც ჩხუბი, არც შეჯიბრება ღონეში, არც ცოლი. მას მხოლოდ შორეული ქვეყნები და სანაპიროზე გამოსული ლომები ესიზმრებოდა. ლომები კუნტები დახტოდნენ ღამის ბინბუნჩი და მოხუც უყვარდა ისინი. ისე როგორც უყვარდა ბიჭი, მაგრამ ბიჭი არასდროს დასიზმრებია. თანაგრძნობითა და ფარული აღტაცებით მავსებდა მოხუცი სანტიაგოს შეუპოვრობა, ბედის წერასთან უფრო კი ყოველ ჯერზე ხელმოცარვასა და იმედ გაცხოვებასთან შეურიგებლობა, დაუმორჩილებლობა, ბრძოლის ჟინი. ხასიათის თვისებად უფრო ერთ შტრიხად ჩამომიყალიბდა, რა საქმისთვისაც უნდა მომეკიდა ხელი, დაბრკოლებათა მიუხედავად მუდამ მეც კარგად, პროფესიონალურად ჩამეშვა წყალში ჩემი ანკესები, ჩემი საქმე მარჯვეთ, გულიანად მეკეთებინა, დანარჩენი კი უფლის ნებისთვის მიმენდო. ბავშვობაში ხშირად მიოცნებია ჩემი თაობის კუმირის, ჰემინგუეისავით ბევრი მემოგზაურა, ლამის მთელი დედამიწა მასავით შემომევლო და მეწერა შეუსვენებლივ, ველური ბუნების წიაღსა თუ ბუბუქარი ოკეანის პირას, კილიმანჯაროს თოვლიანი მთის ფერხთით თუ ხის ტოტებისგან შეკოწიწებულ ფარღალალა კარავში, აფრიკის მწვანე ქედების ჩრდილში. რა საქმესაც უნდა შევჭიდებოდი, მუდამ გულიანად, პროფესიონალურად ჩამეშვა წყალში ჩემი ანკესები და იღბალს მინდობილს, იმედიანად მეცხოვრა. დღესაც ვცდილობ, თუმცა ლომები ჯერაც არ მესიზმრებიან. ჰემინგუეი, როგორც ცნობილია, უმეტესად ფეხზე მდგომი, ფანქრით წერდა ფურცელზე და არა საწერ მაგიდასთან ყავის მომწარო მოტკბო არომატის ფონზე მოხერხებულ სავარძელში მოკალათებული. ის ლომებთანაც თამამად შედიოდა თურმე გალიაში, ნადირობდა, თევზაობდა, რინგზე გადიოდა უძლიერესი მოკრივეების წინააღმდეგ და თვალიც დაიზიანა, რის გამოც უარი უთხრეს ფრონტზე მოხალისედ გაშვებაზე. ამის მიუხედავად, სანიტარული მანქანის მძღოლად გაფორმდა და სრულად ახალგაზრდა, თავდაუზოგავად იბრძოდა პირველ მსოფლიო ომში. მოვლილი ჰქონდა ევროპა, ამერიკის, აფრიკის თითქმის ყველა ქვეყანა, თითქოს ყველგან ფათერაკს ეძებდა. მოხუცი სანტიაგო სულ მის ორეულად, ლიტერატურულ ტყუპისცალად მესახებოდა, ისე გავდა სიცოცხლისა და ბრძოლის ჟინით, აზარტით, შეუპოვრობით. აქ ჩაქვში, შუაგულშვებულების დროს, ასე რიგად მონატრებულ ზღვისპირეთში, რამ გამახსენა ჰემინგუეი და მისი დიდებული მოთხრობა. მე ხომ სტუდენტობიდან მოყოლებული, როგორც სისხლის ჟურნალისტს, მისი პუბლიცისტიკა, დიდებული ჟურნალისტური წარსული, უფრო მეძვირფასება და მეამაყება. შემთხვევით არაფერი ხდება. ხოდა კილიმანჯაროს თოვლიან მთასა და ოკეანის სანაპიროზე, ან კიდევ აფრიკის მწვანე ქედებზე, ამჯერად უკაცრავად, აჭარის ზურმუხტისფერი ფერდობებისა და ჩაქვის ჩამავალი მზის სხივებში, ნებივრად მოლივლივე შავი ზღვის ფონზე კი შემოგთავაზებთ საუბარს ძველი მეგაზეთე ერნესტოს ჟურნალისტურ ხვაწლზე. მით უფრო რომ კრიზისის პერიოდი უდგას არა მხოლოდ ქართულს, ზოგადად ბეჭდურ მედიას, დიდი ილიას ტერმინოლოგიით, ჟურნალ გაზეთობას და არა მხოლოდ ჩვენში. მაშინ კი წინა საუკუნის შორეულ 70-იანებში რაღაც სასწაულით რკინის ფარდას გამოღწეული კრებულით ძველი მეგაზეთე წერს, შემოვიდა ჩემი თაობის ჯერ კიდევ სტუდენტი ჟურნალისტების შემეცნებაში ამერიკელი კლასიკოსის დოკუმენტური პროზა. მე-20 საუკუნის პირუთნელ მემატიანეს იმ სოციალ-პოლიტიკური კატაკლიზმების თვითმხილველსა და უშუალო მონაწილეს, რითაც დაყურსული იყო გასული 100 წლეული, სიტყვის დიდოსტატის მელოშ ტურუას თქმით, არა მხოლოდ კალმისტარი ეჭირა ხელში, არამედ ხელიც მოვლენათა პულსზე. მას როგორც ჟურნალისტსა და პიროვნებას შემოქმედს დროის სუნთქვის, ეპოქის მაჯისცემის ზედმიწევნით ზუსტი და ფაქიზი შეგრძნება, აღქმა თუ განცდა ახასიათებდა. აკა მორჩილაძის არ იყოს, საუკუნის ტემპი ჰქონდა გათავისებული. არსებითია არა მხოლოდ ის, რომ ჰემინგუეის პუბლიცისტიკა დიდწილად ავტობიოგრაფიულია. ფიქრობ, მისი წერის ჟურნალისტური მანერის შთამბეჭდაობის განმაპირობებელი ფაქტორები გაცილებით ღრმად და რთულია, ვიდრე უბრალოდ გამორჩეული პროფესიონალიზმი ან განსწავლულობა.
სიტყვისა და აზრის დიდოსტატი ჟურნალისტური ნაღვაწი ხელოვნების სფეროს განეკუთვნება და ავტორის სულის უფაქიზესი ხვეულებიდან, ქვეცნობიერის იდუმალი ლაბირინთებიდან წამოსული იმპულსებით საზრდოობს. არჩის მგონია მხოლოდ ფორმის საკითხი, რომ ნებისმიერ თავის ნარკვევსა თუ კორესპონდენციაში ავტორი მკითხველს პირველ პირში ესაუბრება. მის პუბლიცისტიკაში რელიეფურად იკვეთება ავტორის სახე, მისი პიროვნება, გულწრფელი, პირუთვნელი, მიუკერძოებელი, მამაკაცური სიმამაცით, გზნებით გაჯერებული, მისეული ფიქრებით, სიმპათია-ანტიპათიით, უშუალობით, დიდი ადამიანური სიკეთით, ჭეშმარიტების ძიების პათოსითა და აზარტით, უწყვეტი დინამიზმით. როგორ ვიქცეთ ომის ვეტერანებად ისე, რომ დენთის სუნიც არ ვიყნოსოთ. სათაურად გამოტანილი ეს ვრცელი ფრაზა პირველ მსოფლიო ომში მოხალისედ წასული ახალგაზრდა ამერიკელი მწერლის სულის ამოძახილია. ტანჯვალ ტკივილად ქცეული გაცდარისი ართქმაც არ ძალუძს. იტალია-ავსტრიის ფრონტზე წითელი ჯვრის ავტოკოლონაში გამწესებული და 2 თვეში ცეცხლის ხაზზე მოხვედრილი ყუმბარის ნამსხვრევებით უმოწყალო დაცხრილული ერნესტი 200-ზე მეტი ჭრილობის მიუხედავად ახერხებს ასევე დაჭრილი იტალიელი ჯარისკაცის უსაფრთხო ადგილას გადაყვანას, რის შემდგომაც მილანის ჰოსპიტალში ზედიზედ რამდენიმე ოპერაციას უკეთებენ. მოგვიანებით ეს პერიოდი მილანელ მედდასთან გამიჯნურების ისტორიასთან ერთად საინტერესოდ აღწერა რომანში მშვიდობით იარაღო, მაგრამ, როგორც უკვე ითქვა, ამას წინ უსწრებდა პუბლიცისტური წერილი, როგორ ვიქცეთ ომის ვეტერანებად ისე, რომ დენთის სუნიც არ ვიყნოსოთ, რომელიც სწორედ ამ ირონიული რიტორიკული კითხვის შესაბამისი განწყობითა და პათოსითაა დაწერილი. რაც ბუნებრივი და ლოგიკურია, ვინაიდან სტატია მან თავად დენთის სუნ ნაღნოსმა მილანის ჰოსპიტალში ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ შინ დაბრუნებულმა დაწერა კანადური გაზეთის ტორონტოს Star Weekly-სათვის, აღშფოთებულმა იმით, რომ ტორონტოში იხილა ათასობით ყოფილი ჯარისკაცი, საფრანგეთში ჯოჯოხეთური ბრძოლის ველზე ნაომარი და მშვიდობიანობის ჟამს სრულიად უფუნქციოდ დარჩენილი. განაწყენებულ გამწარებული იმის გამო, რომ ქვეყანა მათი დამსახურებები დაივიწყა, არც არაფრით დაეხმარა მაშინ, როცა, როგორც ავტორი წერს, ყვაოდნენ ისინი, ვინც თავი დაიძროინა ფრონტზე გაწვევისაგან, მოახერხა ამერიკის სამხედრო ქარხნებში მოხვედრა და იქ დიდი ფული შოვნა. სწორედ მათზეა სარკაზმითა და გულწრფელი აღშფოთებით სავსე ეს სტატია, რაც ჰემინგუეის კრედოს თვალსაჩინო გამოხატულებაა, მისი მწერლური და ჟურნალისტური პრინციპების დადასტურება. ჰემინგუეის ჟურნალისტის უდიდესი პოპულარობა ბუნებრივია მისმა მწერლურმა ტალანტმა განაპირობა. უმთავრესი კი მაინც ის იყო, რომ იგი თავისი პუბლიცისტიკით სიმართლისათვის, სამართლიანობისთვის იბრძოდა, მშვიდობის, პიროვნული თავისუფლების, ადამიანის უზენაესი უფლებისათვის იყოს ბედნიერი. სწორედ ამ ნათელი წერტილის ირგვლივ ტრიალებს ჰემინგუეის, როგორც თავის თავს უწოდებდა, ძველი მეგაზეთის მთელი ჟურნალისტური მისამტასახულობა. ამასთან იგი მუდმივად მოვლენათა ეპიცენტრშია, წინა ხაზზე, მთელი არსებითაა ჩართული მოვლენებში, კატაკლიზმებში, რაზეც წერს. თვით მხილველი და უშუალო მონაწილე აღწერილი სიტუაციების მთელი არსებით განიცდის ყოველივეს და განაცდევინებს მკითხველსაც. საყოველთაოდ ცნობილია მისი სიტყვები. ნუ ილაპარაკებენ რევოლუციაზე ისინი, ვინც წერს ამ სიტყვას, მაგრამ თავად არასოდეს უსვრია და არც ტყვეების წვიმაში მოხვედრილა. უდიდესი პასუხისგებლობა მკითხველის წინაშე ჰემინგუეის პუბლიცისტიკას განუმეორებლობას, შთაგონების დიდ ძალას ანიჭებს. მას მიაჩნია, რომ თუ ჟურნალისტობ, საჭიროა გქონდეს ისეთივე სუფთა და ურყევი სინდისი, როგორიცაა პარიზული მეტრ ეტალონი, რათა სიყალბე არ შემოგეპაროს. ამიტომაცაა იგი პუბლიცისტიკის კლასიკოსიც. სხვათა შორის, მან ჯერ ამერიკაში ყველაზე პრესტიჟული ჟურნალისტური ჯილდო, პულიცერის პრემია დაიმსახურა 1953 წელს თავისი ყველაზე პოპულარული ფილოსოფიური მოთხრობისათვის მოხუცი და ზღვა და მხოლოდ ამის შემდეგ ერთი წლის თავზე 54 წელს ნობელის პრემია მიანიჭეს მწერლური ოსტატობისათვის იმავე ნაწარმოებში. მისთვის დამახასიათებელი წერისა და აზროვნების სტილი,
კაცრი მინიმალიზმი გნებავთ არისტოტელესეული სიმართლე სიკეთით, წმინდა წყლის ჟურნალისტური თვისებებია. ასე რიგად რომ ამკობს მწერლის განუმეორებელ ხელწერას მხატვრულსა თუ დოკუმენტურ პროზაში. ჰემინგუეის პუბლიცისტიკის ეთიკურ-ესთეტიკური და ჰუმანური მოტივები, ავტორის უშუალობა, თვითმხილველის მძაფრი განცდები, თხრობის ექსპრესიული მანერა, ამ ყოველივე სიტყვიერ ქსოვილში გენიალური სისადავით მოქცევის უნიკალური უნარი, ეზოპეს ენა, ალეგორია, იგავარაკული ამბავთხრობა, ირონიულ ქვეტექსში ეფექტურად მოწოდებული შეფასება შთამბეჭდავად გახაზავს ავტორის პოლიტიკურ გამჭრიახობას. სტატია მერი გულშემატკივარი ამის თვალსაჩინო დადასტურებაა. ავტორის ქვეტექსში უალიზებული ირონია თავიდან შეუმჩნეველია, მაგრამ თანდათან თხრობის რეპორტაჟული მანერით ისეთ ნიუანსებს აცოცხლებს, თვალსაჩინოვდება პერსონაჟის ქცევის მოტივები, რაც ძალზე მნიშვნელოვანია ჟურნალისტიკაში. თურმე ქალაქის მერის სპორტული სანახაობების უბრალო გულშემატკივარი კი არ ყოფილა, არამედ როგორც ავტორი წერს, ნებისმიერი სპორტული მოვლენა, რომელიც ამომრჩეველ მაყურებლებს შეკრებს, ავტომატურად სარგებლობს მისი დიდი ყურადღებით. ირონია თანდათან თვალსაჩინოვდება, მძაფრდება და ბოლო აბზაცში, ეგრეთ წოდებულ ენდინგში, კულმინაციას აღწევს. ჰოკეიმერს კრივზე არანაკლებად აინტერესებს. თუ ამომრჩევლებს რწყილების ბრძოლა გაიტაცებს, ბანკო ან თუნდაც ავსტრალიური ბუმერანგი, მერი იმწამსვე გულშემატკივართა პირველ რიგებში მოგვევლინება, ვინაიდან მას სპორტის განურჩევლად ყველა სახეობა უყვარს, სადაც პოტენციური ამომრჩეველი ეგულება. ჩვენს ამჟამინდელ არჩევნებისწინააღმდეგ ტრიალში ასოციაციურად პარალელების ძებნას გაწყებინებს კლასიკოსის ჟურნალისტური აქცენტები. კლასიკა ხომ იმის კლასიკაა, სიმძაფრე, აქტუალობა, შემეცნებითი ღირებულება არ აკლდებოდეს დროსა და სივრცეში. დიდი ერნესტი დეტალის დიდოსტატიცაა პუბლიცისტიკასა და მწერლობაში, რაც განსაკუთრებულ სიმძაფრესა და შთამბეჭდაობას ძენს მის მინიშნებებითა და სიმბოლოებით შემოთავაზებულ შეფასებებს. მუსოლინი ევროპის უდიდესი თაღლითია. ჰემინგუეი თავის ამ მოსაზრებას ექსპრესიული დეტალებით ასაბუთებს. ამასთან, ეს დეტალები ხან მისი ლოგიკური ფანტაზიით ნაკარნახევი პუბლიცისტური გამონაგონია, ზოგჯერ ჟურნალისტური ექსპერიმენტი, ზოგან კი სინამდვილის მეტყველი ფაქტი, არსებითი დეტალი, ამასთან პოლიინფორმატული ფაქტი, მუსოლინის დიქტატორული არსის, მისი თაღლითობის, შარლატანობის, როგორც თავად მიიჩნევს, თვალსაჩინო საბუთი. ფაშისტმა დიქტატორმა განაცხადა, რომ ჟურნალისტებს შეხვდებოდა, ყველანი ერთ ოთახში შეჯგუფდნენ. მუსოლინი მაგიდასთან იჯდა, წიგნს კითხულობდა და შუბლზე ყველასათვის ცნობილი ნაოჭები გადაჭიმბოდა. იგი დიქტატორს განასახიერებდა. თავადაც ყოფილმა ჟურნალისტმა კარგად უწყოდა თუ რამდენი მკითხველი შეიტყობდა ყოველივეს, რასაც ახლა მასზე დაწერდნენ აი ეს ადამიანები და იგი წიგნს გულმოდგინედ ჩასჩიჩინებდა. აქ ჰემინგუეი მოულოდნელ ეფექტს, ეგრეთ წოდებულ ნაღდს უმზადებს მკითხველს, რათა მის მიერ ფაქტზე მხილებული თაღლითი მთელი თავისი არსით, ჭეშმარიტი სახით წარმოაჩინოს. იგი წერს: მე თითის წვერებზე ზურგიდან შემოუარე მას, რათა მენახა, რა წიგნს კითხულობდა ასეთი ინტერესით. ეს აღმოჩნდა ფრანგულ-ინგლისურ ლექსიკონი, რომელიც მას თავდაყირა ეკავა. და ბოლოს მსოფლიო კლასიკოსის საყოველთაო ცნობილი აისბერგის პრინციპი, რაც მისივე ჟურნალისტურ შემოქმედებაზეც ვრცელდება, ის 7 მერვეტი, ფუნდამენტური საყრდენი წყლის ზედაპირზე მოლივლივე მყარი და დამაჯერებელი 1 მერვედისა, სარწმუნოობას, სიმყარეს, რომ სძენს დიდოსტატის პუბლიცისტურ შეფასებებს, განაპირობებს ძველიმე გაზეთის მიერ სწორი ტონალობის პოვნის იშვიათ უნარს, საკუთარი ხმის, საკუთარი განუმეორებელი ხელწერის, მიგნების ტალანტს. ჰემინგუეის, ისევე როგორც მისი უპოპულარულესი მოთხრობის მოხუცი და სხვა პერსონაჟებს, მოხუც მებადურსა და უკეთილშობილეს ბიჭუნას, ასევე მათი ცხოვრების წესით, შეგონებებით, მრწამსით მოხიბლულ, მათზე შეყვარებულ უამრავ მკითხველს წამდა. რომ სისულელეა იმედის დაკარგვა, თანაც იმედის დაკარგვა დიდი ცოდვაა. რომ სიბერეში ადამიანი მარტო არ უნდა რჩებოდეს, მაგრამ ამას ვერ გაექცევი. ჩემი მაღვიძარა საათი სიბერეა,
რატომ მიღვიძებენ მოხუცები ასე ადრე? იმიტომ ხომ არა რომ თუნდაც ეს ერთი დღე გაიხამძლივონ. მჭობდა ღია ოკეანეში მარტოდ დარჩენილი სანტიაგო და დასერილ ხელისკულებს ჯერ სისხლის გამოშვებით, მერე კი ზღვის მარილიან წყალში გამორეცხვით იშუშებდა, რადგან სჯეროდა. მარილიანი წყალი ჭრილობებს მალე ახორცებს, ვინაიდან ზღვის უბის მუქი წყალი საუკეთესო წამალია მთელს დუნიაზე. რაც მთავარია, მას წამდა, რომ ადამიანი მარცხისთვის არ გაჩენილა. შესაძლოა პიროვნება გაანადგუროთ, მაგრამ მისი დამარცხება შეუძლებელია. თავად ავტორი ამ დიდებული მოთხრობის თაობაზე წერდა: ამჯერად მართლაც რომ ბედმა გამიღიმა, მოვახერხე ადამიანური განცდების გადმოცემა ისე, როგორც ეს ჯერ არავის გაუკეთებია, რაც იმან შემაძლებინა, რომ კარგ ბერიკაცსა და კარგ ბიჭს შევხვდი. მწერლებმა ხომ ამ ბოლო ხანებში სულ დაივიწყეს ქვეყნად კარგი რამეების არსებობა. ამ სიტყვებიდან ისიც აშკარად ჩანს, რომ ცხოვრებისეული ფაქტები და მოვლენებია კლასიკოსის ჭაბურღილი. თავადაც უთქვამს, როცა რომანებისთვის მასალა შემომაკვდება, ჟურნალისტიკას მივაშურებ და ცოცხალი შთაბეჭდილებებით ვივსებიო. ლამის სკოლის მერხიდან გაზეთ დი კანზას სითის თარში რეპორტიორად მისული ჰემინგუეი ცხოვრების ბოლომდე ერთგულობდა სტარის წერის სტანდარტს, რისი გათავისებაც უთუოდ წაადგება ჩვენს დღევანდელ მედიასაც და განსაკუთრებით მომავლის ჟურნალისტიკას. გამოიყენე მოკლე წინადადებები. აქტიური დასაწყისი იგივე ლიდი უნდა იყოს ლაკონიური. წერე ცოცხალი, სალაპარაკო ბუნებრივი ინგლისურით. აქ ცხადია იგულისხმება ნებისმიერი ენა, რომელზეც წერ, ქმნის სიუჟეტებს, ანუ სამუშაო ენა. და ბოლოს, ჟურნალისტიკის დიდოსტატის უმთავრესი შეგონება იყავი პოზიტიური და არა ნეგატიური. ჰემინგუეის მკაცრი მინიმალიზმი, აისბერგის პრინციპი, რაც უთუოდ ჟურნალისტური ფესვებიდან იღებდა სათავეს, მთელი მე-20 საუკუნის მწერლობაზე ახდენდა ზეგავლენას. ბუნებრივია, არც ჰემინგუეით აღფრთოვანებული მომავალი ქართველი ჟურნალისტები დარჩენილვართ გულგრილნი მისი პიროვნებისა თუ შემოქმედებისადმი. ვცდილობდით, რამდენადაც შეგვეძლო ყველა ჩვენი ნიჭისა და განსწავლულობის შესაბამისად მისთვის მიგვებაძა. წერის მანერითა და სტილით, ჭეშმარიტების მუდმივი ძიებითა და ერთგულებით, ცხოვრების ლაღი, თავისუფალი წესით. მის პერსონაჟთა ღირსებებით მონუსხული ჩვენი ბიჭები ხომ სიმამაცის, სიკეთისა და დიდვეულების, ყოველგვარი ზეწოლის, ზეგავლენების ღირსეულად, რაინდულად არიდების ცდაში იყვნენ. არ გადავაჭარბებ თუ ვიტყვი, რომ ჩემი თანამედროვე ყველა წიგნიერი მეოცნები ახალგაზრდი საწერ მაგიდას ილიასა და გალაქტიონის პორტრეტების გვერდით ამშვენებდა ჰემინგუეის სადა ჩარჩოში ჩასმული ჭაღარაწვერიანი, ნამზეურსახიანი ცნობილი ფოტო, რომელსაც სახელგამის ნებისმიერ მაღაზიაში უპრობლემოდ შეიძენდით. წიგნიერება ხომ მაშინ ძალზე აქტუალური გახლდათ. ჩემი თაობის ბევრი ილუზია გააქარწყლა ცხოვრების სუსხმა. სიყმაწვილის დროინდელი უკიდეგანო ოპტიმიზმიც ნორმის ფარგლებს, რეალობის ჩარჩოებს დამორჩილდა. ზოგიერთი პრინციპიც კი შეირყა ისევე, როგორც ჩვენი იმჟამინდელი კუმირის, ჰემინგუეის ცხოვრებაში, მაგრამ მაინც დიდი ერნესტოს კეთილშობილი პერსონაჟივით დღემდე ვცდილობ. ყოველთვის პროფესიონალურად ჩავუშვა წყალში ჩემი ანკესები, საკუთარი საქმე გულიანად ვაკეთო, ხოლო თუ ბედიც გამიღიმებს, ღირსეულად შევეგებო მას. ამასვე გისურვებ და თუმცა რჩევების მიცემა დიდად არ მიყვარს, ამასვე გირჩევთ ჰემინგუეის ძველო და ახალო ფანებო. მწერლებმა არა და ჟურნალისტების დიდმა უმრავლესობამ ხომ ამ ბოლო ხანებში ლამის დავივიწყეთ ქვეყნად კარგი რამეების არსებობა. ლომებიც უთუოდ ამიტომ აღარ გვეშიზმრებიან. მომავალ ხუთშაბათამდე ჩემო ძვირფასო, ერთგულო მაყურებელო.